მოგესალმებით მეგობრებო. გვიან მომიწია ჩართვა, მაგრამ არა უშავს. ჩანაწერს შევინახავთ და ვინც არ ესწრება ახლა ასე გვიან ლაივს, შემდგომში ნახავენ ჩანაწერს. შემოდით, მე თან პალო სანტო წმინდა ხეს დავანთებ ტრადიციულად. იმისთვის რომ აურა გაიწმინდოს. დიდი ხანია არ მქონია ლაივები და პროგნოზები, გარკვეული ხარვეზები გქონდა პეიჯზე და ეხლა გამოსწორდა და დაგიბრუნდით. პალო სანტო, კი ბატონო. მეგობრებო, მარტის თვის ენერგიებს უნდა ვისაუბროთ. იმიტომ რომ ძალიან ტრანსფორმაციული თვე იქნება მარტი და ვინც ნახა ჩემი 2025 წლის პროგნოზი, იქაც ვსაუბრობდი რომ მარტის თვეში არაფერი არ უნდა დაგეგმოთ. იმდენად ტრანსფორმაციული და მძიმე თვეა არის მეთქი და კი ვხედავთ უკვე რა, თუნდაც პოლიტიკური ტენდენციები გვაქვს და საკმაოდ მძიმე თვე არის გარდატეხის და ტრანსფორმაციების მარტი ყველასთვის რეალურად, ხო? იმიტომ რომ კერძოდ 14 მარტიდან 29 მარტის ჩათვლით გვექნება დაბნელებები და ჩვენ ვიცით რომ დაბნელებების პერიოდში არ ვარგა არც კონფლიქტები, არც შენაძენები, არც ოპერაციები, ხო, დავუშვათ თუ რაღაც გადაუდებელი არ არის და არ ვარგა სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება. იმიტომ რომ დაბნელებები იწვევს შემდგომში ერთგვარ ჩაბეჭდვას, ხო, ანუ რაც ხდება დაბნელებების პერიოდში, ის მერე ვეღარ შეიცვლება და ვეღარ მოხდება კორექტირება. შესაბამისად, დაბნელებები რომ გვაქვს მარტის თვეში, უნდა იყოთ მაქსიმალურად ფრთხილად, იმიტომ რომ ყველა თქვენს სიტყვას, ყველა ქმედებას, გადაწყვეტილებას ექნება სერიოზული საბედისწერო გავლენა შემდგომში თქვენს აწმყოზე და მომავალზე. ამიტომ ყველას გავფრთხილებთ, მარტის თვე არ გვაქვს მარტივი. ეს შეეხება 12 ზოდიაქოს ნიშანს და ყველა ადამიანს საერთოდ პლანეტაზე, იმიტომ რომ დაბნელებები არის საბედისწერო პერიოდი საბოლოო ჯამში მაინც ყველასთვის. რა თქმა უნდა, გარკვეულ ზოდიაქოს ნიშნებს უფრო შეეხება ხოლმე, ხო, როგორც წესი და იქ პირად რუკას და პერსონალურ ტრანზიტებს ყოველთვის გააჩნია, მაგრამ მაინც დაბნელებებს ასე თუ ისე ყველაზე ექნება ზეგავლენა. ამიტომ ვიყოთ მაქსიმალურად ფრთხილად ამ პერიოდის განმავლობაში, არ გვინდა სერიოზული წამოწყებები და სერიოზული ქმედებები. კი ვხედავთ უკვე რა ხდება, ხო, თუნდაც ეს ტრამპის და ზელენსკის კონფლიქტი და რა თქმა უნდა, მე ორივეს პირადი რუკა ვიცი. წლების წინ დავდე განხილვა ზელენსკის პირადი რუკის და დევს ჩვენს Facebook-ზეც და ჩვენს YouTube არხზეც. მე თუ ვნახეთ, დავტოვებთ ლინკს კომენტარებში, რომ ნახოთ იქ უკრაინის ომსაც განვიხილავდი. ეს საერთოდ დასაწყისი იყო იმ ომის და რა თქმა უნდა, ტრამპის პირადი რუკაც მაქვს განხილული და რაც ძალიან საინტერესოა, ხო, ზოგადად ორივე არის მარსი ლომი. და მარსი, რა თქმა უნდა, კაცის რუკაში არის მისი კაცური საწყისის სიმბოლო, ხო, და მისი ტემპერამენტის და ბრძოლის უნარიანობის. აი, ორი მარსი ლომი, ზელენსკი და ტრამპი, ორივე მარსი ლომია. და შეეჯახნენ ერთმანეთს, თავისი ეგოებით, თავისი ესე იგი მეობით, ხო, მე ასე ვფიქრობ. და იქ ნამდვილად იდეალურად ჩანდა ფსიქოტიპების შერკინება, ხო? აქ მსგავსი ტემპერამენტი იყო რეალურად. და ხშირად ხდება ხოლმე, რომ ვისაც აქვს ერთნაირი მარსი, ერთმანეთს კი უგებენ და მსგავსი ტემპერამენტი აქვთ, მაგრამ ამავდროულად შერკინება ხდება. რატომ? იმიტომ რომ აქ არის ორი ეგო, ორი მე. ხო, ორი ტემპერამენტი, ერთნაირი, ხო? აი ზელენსკის რო ეს სხვანაირი მარსი ქონოდა, აი მარსი სასწორი, მარსი მერწყული, მარსი ტყუპი, უფრო დათმობდა. მაგრამ მარსი ლომია, ხო? რამხელა სიამაყე და რამხელა ეგოა, ხო, მასში რეალურად. ამიტომ აქ ტრამპის მარსი ლომი შეეჯახა ზელენსკის მარს ლომს და ეს ორი მეფური მარსი ლომი შეეჯახა ერთმანეთს. საკმაოდ საინტერესო თემაა და მე თუ დაგაინტერესებთ, მეგობრებო, დამეწერთ კომენტარებში თუ გინდათ მათი რუკების კიდევ განხილვა, სწორედ ამ კონფლიქტის კონტექსტში. მე ცალკე მაქვს ეს ვიდეოები, ხო, ცალკე ტრამპის რუკაც განვიხილე, ცალკე ზელენსკის, მაგრამ ამ კონტექსტში, ხო, ეს კონსენსუსამდე მივლენ თუ არა, ხო? ეს თუ გაინტერესებთ, დამეწერთ კომენტარებში და შემდგომში ჩავწერ
ამ განხილვასაც საკმაოდ საინტერესო თემა არის და ეს საერთოდ ცალკე ვიდეოს თემაა რეალურად, მაგრამ ეხლა რომ არ გამემახვილებინა ამ საინტერესო ფაქტზე ყურადღება არ შემეძლო, იმიტომ რომ ნამდვილად ცალსახად ჩანდა ეს როგორ არ ესმოდათ ერთმანეთს. ორი მარსი ლომი რო ირთვება, აქ არის ეგო, მეობა, მე ასე ვფიქრობ, მე მჭირდება აღიარება, ორივეს უნდოდა აღიარება რეალურად. ამიტომ მოხდა ეს კონფლიქტი, რომ არც ერთი არ თმობდა, ხო? საბოლოო ჯამში ჩვენ ამას ვხედავდით. ამიტომ ეს არის ზუსტად ასახავს მარსი ლომის ფსიქიკას, ხო? რომ კაცი მარსის ლომში არის, ზუსტადაც რომ ასეთი მეფური და ამაყი ტიპაჟი. ამიტომ ეს ორი მარსი ლომის შეჯახება ვნახეთ პირდაპირ ეთერში რეალურად. ხო და საკმაოდ საინტერესო იყო. ხო, ვინც დაინტერესებული ხართ ასტროლოგიით, ფსიქოლოგიით, ეს იყო საკმაოდ საინტერესო სცენა ჩემთვის პირადად. კი ბატონო. და ეხლა უნდა განვიხილოთ, მეგობრებო, ასევე ის ფაქტი, რომ გვაქვს ვენერა უკვე რეტროგრადული 1 მარტიდან 12 აპრილის ჩათვლით, ხო, ვენერა არის რა? სიყვარულის და რა თქმა უნდა ფინანსების პლანეტა. შესაბამისად, არა მხოლოდ მერკურის რეტროგრადულობის დროს ხდება ხოლმე ეს ყოფილების დაბრუნება, არამედ ვენერას რეტროგრადულობა რომ გვაქვს, მაშინ ხდება ხოლმე ხშირ შემთხვევაში ყოფილების დაბრუნება და უშუალოდ ხო ხალხი ბრუნდება წარსულიდან, ან უბრალოდ შეიძლება მოგაწვათ ახლა გარკვეული ნოსტალგიები და გახსენდებათ სცენარები წარსულიდან. ხშირ შემთხვევაში ხო ეს სცენარები არის ხოლმე დასამუშავებელი, ან ის რაც თქვენმა ფსიქიკამ ვერ გაუშვა, ხო? ამიტომ რეტროგრადულობის პერიოდში რაც გახსენდებათ, ხო, უმჯობესია ამის დამუშავება და გაშვება, თქვენ თუ გინდათ რომ წახვიდეთ წინ. ფინანსური დაბანდებები და მსგავსი წამოწყებები არ ვარგა, არც ახალი ურთიერთობების დაწყება არ ვარგა ვენერას რეტროგრადულობის პერიოდში, ეს გაითვალისწინეთ. რატომ? იმიტომ რომ უამრავი ხარვეზი იცის ხოლმე ამან. თუმცა ძველი ურთიერთობების აღდგენა შეიძლება, კორექტირება შეიძლება, ძველი ფინანსური ვალების გასტუმრება შეიძლება, კი ბატონო, მშვენიერი და იდეალური პერიოდია ამისთვის, მაგრამ ახალი ვალის აღება დაუშვათ, ხო? ან ახალი ფინანსური დაბანდებები, თუ ეს არ იყო ადრე დაგეგმილის გაგრძელება დაუშვათ, ხო? ეს არ ვარგა ვენერას რეტროგრადულობის პერიოდში, თუ არ გინდათ რომ მერე ინანოთ. თან ნუ დაგავიწყდებათ რომ გვაქვს დაბნელების პერიოდი. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ მივიღოთ სწორი გადაწყვეტილებები და სწორი გადაწყვეტილება საერთოდ დაბნელების პერიოდში არის ძენში ყოფნა, მედიტაციაში ყოფნა და მაქსიმალურად შინაგანი ჰარმონიის და საყრდენის ძიება, იმიტომ რომ ნებისმიერი არასწორი ქმედება, არასწორი სიტყვა შეიძლება მერე სანანებელი გაგიხდეთ. იმიტომ რომ დაბნელებები არის ასეთი საბედისწერო პერიოდი ხოლმე. ამიტომ მე მაინც გირჩევთ, რომ მარტის თვეში ნებისმიერი სერიოზული წამოწყებებისგან თავი შევიკავოთ, რა თქმა უნდა, რამე გადაუდებელი თუ არ არის, ხო? და ეს ინდივიდუალურია და უკვე თქვენს პერსონალურ რუკას და პერსონალურ ტრანზიტებსაც გააჩნია, რა თქმა უნდა. და ამასაც განვიხილავთ ხოლმე, მე თუ დაგაინტერესებთ, დავუშვათ ონლაინ კონსულტაცია ჩემთან, შეგვიძლია ნებისმიერი кейსი, რაც გაინტერესებთ, განვიხილოთ. თუმცა მაინც ზოგადი რეკომენდაციაა, რომ მარტის თვეში არ გვინდა სერიოზული წამოწყებები. მოგესალმებით, გამარჯობათ. თან შეგიძლიათ კითხვები დამიწეროთ, მეგობრებო, დიდი ხანია დავიკარგე. კი ბატონო, და ეხლა დაგიბრუნდით და გვექნება ბევრი პროგნოზები და განხილვები გვერდზე. და პრინციპში როგორც ვთქვი, რომ მარტისთვის არ იქნებოდა მარტივი, ხო, და ბევრი რამ გაირკვეოდა საერთოდ მარტში, ხო, პოლიტიკური თვალსაზრისითაც. ეს ამ სცენარით მიდის პრინციპში, ამიტომ ვისაც არ გინახავთ, მეგობრებო, ჩემი პროგნოზი 2025 წლის, ხო, რომელიც ჯერ კიდევ დეკემბერში ავტვირთე. აუცილებლად გადადით და ნახეთ, იმიტომ რომ თლიანი წლის მიმოხილვა მქონდა და რასაც იმ ვიდეოში ვსაუბრობდი, უკვე პრინციპში ხდება ეს ყოველივე. ამიტომ შეგიძლიათ ნახოთ ეს ვიდეო, ვისაც არ გინახავს, დაუშვათ. მე ლაივ რომ მორჩება, ადმინებს ვთხოვდა დალინკავენ კომენტარებში ამ პროგნოზს, რომ ნახოთ, იმიტომ რომ იქ მართლაც რაც ვისაუბრე და გაგაფრთხილეთ, რომ 2025 წელი ცხრიანია, მარსის ენერგიებია და პოტენციური ომების წელია, ხო? კი ვხედავთ, როგორი პოლიტიკური სერიოზული
დაძაბულობა გვაქვს ახლა, ხო? რა თქმა უნდა, მე იმედი მაქვს, რომ ყველაფერი მშვიდობიანად ჩაივლის, თუმცაღა არის ტენდენცია, თუნდაც ნუმეროლოგიური, თუნდაც ასტროლოგიური, რომ მოხდეს სერიოზული შეჯახებები. მე არ მინდა ფიქრი მესამე მსოფლიო ომზე, მართლაც, არ მინდა ამაზე ფიქრი, თუმცა ამას ვერ გამოვრიცხავ. ვერ გამოვრიცხავ ისეთი სერიოზული ნეგატიური ტენდენციები და სწორედ ამ მიმართულებით მეგობრებო. მე თან თქვენს კითხვებს ვნახავ მეგობრებო 20 იანვარი მერწყურე თუ თხიზრქა ხო საინტერესო კითხვაა ზოგადად როდესაც წერენ ან 20 იანვარზე ან 20 მარტზე დავუშვათ ხო ან 22 ნოემბერზე ეს არის ხოლმე ტრანზიციული დღე რას ნიშნავს ახლა ტრანზიციული დღე ტრანზიციული დღე ნიშნავს რომ მზე რომელიც განაგებს ჩვენ ზოდიაქოს ნიშანს გადადის ერთი ზოდიაქოს ნიშნიდან მეორეში შესაბამისად გააჩნია თქვენს პირად რუკას აი რომელ წელს დაიბადეთ იყო თუ არა ნაკიანი წელი ხო რომელ საათზე დაიბადეთ აი დილით საღამოს შუა დღეს ხო ამას ექნება უკვე გავლენა მზის პოზიციაზე შეიძლება მზე ბოლო გრადუსზე გაქვთ მერწყულში ან საწყის გრადუსებზეა დავუშვათ დღესრკაში ხო ანუ გააჩნია ამ შემთხვევაში პირად რუკას როდესაც თქვენ დაიბადეთ ტრანზიციულ დღეს უნდა იცოდეთ პირადი რუკა კერძოდ მზის მდებარეობა განსაზღვრავს უკვე რა ზოდიაქო გამოდიხართ იმიტომ რომ განსხვავებულ წლებში დავუშვათ 20 მარტს დაბადებული ადამიანი შეიძლება ზოგ წელს რომ დაიბადა გამოდიოდეს მზით თევზი და სხვა წელს გამოდიოდეს უკვე მზით ვერცი გააჩნია ინდივიდუალურია ხო სამყარო ბრუნავს დედამიწა ბრუნავს და პლანეტებიც მუდმივ ურთიერთქმედებაში არიან მეგობრებო ერთი იმშვება გავასწოროთ და ეხლა მეგობრებო 20 მარტამდე ვერძებს აქვთ ენერგიის დაქვეითების პერიოდი და ქალწულებს. ამიტომ ვერძებს და ქალწულებს ვაფრთხილებ. მეტი დაისვენეთ, ხო? ვერძებს და ქალწულებს შეეხება ეს. გაქვთ ენერგოტონუსი უფრო დავარდნილი. მორიელებისთვის როგორი პერიოდია? ხო, აი მორიელებო, ხო? აი რამე სერიოზული დავუშვათ გადაწყვეტილება თუ გინდათ ან მოლაპარაკებები, ხო? ჯობია 29 მარტამდე. რატომ? იმიტომ რომ 29 მარტიდან ლილიტი შავი მთვარე 9 თვით საერთოდ შედის მერე მორიელში და ვერ ვიტყვით რომ მარტივი პერიოდი დაიწყება მორიელებისთვის. ამიტომ გავითვალისწინოთ ეს ფაქტი. და განსაკუთრებით ვისაც ლილიტი გაქვს პირად რუკაში მორიელში, ესე იგი ლილიტის დაბრუნების ციკლი გეწყებათ საერთოდ. ამიტომ ეს აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ. ვნახოთ. ეხლა კარგი პერიოდია მეგობრებო თევზებისთვის, კირჩხიბებისთვის, მორიელებისთვისაც კარგი პერიოდია, ხო? იმიტომ რომ წყლის სტიქიის პერიოდი გვაქვს, მზე გვაქვს თევზებში საერთოდ. ამიტომ კარგი პერიოდია წყლის ნიშნებისთვის. ეს შემოქმედებითი, ოდნავ დეპრესიული, ხო? თუმცა საკმაოდ ინტუიციური პერიოდი. ამიტომ ეხლა შეგიძლიათ მიექცეთ ყურადღება თქვენს წინადგმობებს, თქვენს სიზმრებს, ხო? იმიტომ რომ ზოგადად მზე რო თევზებში შედის, ხო? შეიძლება რაც გაგიფიქრათ, მერე ახდეს. ანუ საკმაოდ ისეთი მისტიური პერიოდია ხოლმე ყველა ადამიანისთვის მზე რომ შედის თევზებში და შეიძლება დააკვირდეთ კიდეც თქვენ თავს რომ როდესაც მზე არის თევზებში შეიძლება უფრო ემოციური ხდებით დავუშვათ ხო უფრო მგრძნობიარე უფრო ემპათიური ხო იმიტომ რომ მზე არის მაინც პირადი პლანეტა და მზის ტრანზიციები ასე თუ ისე მაინც გავლენა აქვს მზის ტრანზიციებს ხოლმე ჩვენზე ნახოთ, ხო ვინც ეხლა შემოხვედით, მეგობრებო, მარტის თვის ენერგიებზე ვსაუბრობთ. და შევინახოთ შემდგომში ჩანაწერს და შეგეძლებათ რომ გადავხუროთ და თავიდან ნახოთ. და ეხლა ფინანსურ ჩხრებზე უნდა გავაკეთო კომენტარი, ესე იგი, რაც ჩამოგვივიდა. ფაქტობრივად 80% ხო გაიყიდა უკვე და ნუ ცოტა რაოდენობა არის დარჩენილი ჩვენი ფინანსური ჩხირების, ფინანსების მოსაზრდით ჩხირები გვაქვს მეგობრებო, ვისაც გაინტერესებთ, აი გამოიყურება ასე, ბუნებრივი ხელნაკეთი ჩხირებია მეგობრებო. ფინანსების მოსაზრდი უნდა დაანთოთ, როგორც საკმეველი, აქვს კვამლი და ბოლომდე უნდა ჩაიწვეს, ხო?
და ამ ეტაპზე თუ შეძენა გსურთ, ჯერჯერობით ცოტა გვაქვს მარაგში, მაგრამ ახალ პარტიას ველოდებით მარტის ბოლომდე ჩამოგვივა და შეგიძლიათ რომ მოგწეროთ გადადებაზე დავუშვათ, ხო, ბევრმა წინა ჩამოსვლაზე გადაგვადებინა და როგორც კი ჩამოვიდა, ფაქტობრივად იმ დღესვე წაიღეს, ხო, საკურიერო გვაქვს და იმ დღესვე მივაწოდეთ ამ მეორე დღეს. ამიტომ გადადება თუ გნებავთ, შეგიძლიათ მოგწეროთ მარტის ბოლომდე ახალი პარტია ჩამოგვივა და შეგვეცება მარაგი ფინანსური ჭხრების. ეხლა ცოტა გვაქვს დარჩენილი და თუ გნებავთ, შეგიძლიათ წაიღოთ. სანამ გვაქვს პალო სანტო წმინდა ხე, აი ყველა ლაივში ხედავთ რომ აქვს ხოლმე ხელში და ყოველდღიურად ვიყენებ საოცრება ნამდვილად, ხო, ეს ბუნებრივი საკმეველია პალო სანტო. გვაქვს მარაგში სეიჯებიც იგივე სალბი, ხო, შალფეიც ქვია. გვაქვს მარაგში მცენარეული საკმეველია, აურის გამწვენდი ჭხირები, არომატული ასევე გვაქვს მარაგში და დასადგამები ჭხირების, ხო, სპეციალური დასადგამები ხის გვაქვს და ჩვენი ასტროგურუს დამამშვიდებელი ლავანდის და ყვავილების ეთერზეთი. ესეც გვაქვს მარაგში. რაც შეეხება ტიბეტურ თასს, ხო, ტიბეტურ თასზეც ხშირად მწერენ ხოლმე, არ გვაქვს ახლა მარაგში გასაყიდად, მაგრამ მალე ჩამოგვივა. აი მარტის ბოლომდე ჩამოგვივა კომპაქტური ზომის, აი თქვენი ბევრის საყვარელი. აი და ამ ხსენებაზე მოდით ბარემ დავუკრათ ტრადიციულად და დამიწერეთ რომელ ჩაკრაზე, რომელ ზონაზე იგრძნობთ ვიბრაციას. კომპაქტურია, მაგრამ საოცარი ვიბრაციები და ხმა აქვს ნამდვილად მეგობრებო. და მარაგი ტიბეტური თასისაც შეგვევსება. ყველა დღესასწაულს გილოცავთ. მეც გილოცავთ მეგობრებო. ესე იგი დედის დღე უკვე გქონდა, 8 მარტიც მოდის. გილოცავთ ზოგ დღესასწაულს დაგვიანებით, ზოგს წინასწარ მეგობრებო. თუმცა მარტისთვის არ არის მარტივი ნამდვილად, მაგრამ მაინც ისეთი ქალებისთვის სასიამოვნო დღეა, იმიტომ რომ რა ფასდაკლებებია ხოლმე ყველგან და სხვადასხვა მარტისთვის 40%-მდე ფასდაკლებები ჩვენს გვერდზე დაიწყო. ამიტომ ყველა სერვისზე გვაქვს ფასდაკლება. ახლა მარტის თვეში ჩვენთანაც ფასდაკლებებია მეგობრებო. კონსულტაციაზე, ხო, ერთსათინი ონლაინ კონსულტაცია, ბედის მატრიცის ანალიზი, პირადი რუკის განხილვა, 1 წლის პროგნოზი, 1 წლის კალენდარი, ნუმეროლოგია, სინასტრია, ანუ თავსებადობა, ხო, პარტნიორების, ყველაფერზე მეგობრებო, თარიღის გამოცვლა, დავუშვათ ბიზნესის დაწყების, ანუ ოპერაციის, ხო, მნიშვნელოვანი თარიღების გამოცვლა, ყველაფერზე გვაქვს ახლა ფასდაკლება 40%-მდე. ამიტომ მოასწარით მეგობრებო თვის ბოლომდე რომ დავუშვათ ჩაეწეროთ თან კონსულტაციაზე თუ გასაუბრება გინდათ ჩემთან, ხო, და ჩემთან ერთად განხილვა ამ თემების, ან გარკვეული სერვისები თუ გინდათ, შეგიძლიათ წინასწარ დაჯავშნოთ. გვაქვს ახლა ფასდაკლება მეგობრებო მარტისთვის 40%-მდე ყველა სერვისზე და სერვისების ჩამონათვალი შეგიძლიათ იხილოთ ან ჩვენს გვერდზე, ან მოგწეროთ პირადში და ადმინები ჩაგიგდებიან ჩამონათვალს თავისი ფასდაკლებული ფასებით. ვიგრძენი მე-7-ზე. აჰა, საინტერესოა. ანუ ეს მაღალ ჩაკრაზე თუ იგრძელით, ეს საკმაოდ კარგია. ზოგადად მაღალი ჩაკრები, ხო, ჩვენი, ხო? არის კავშირში ოკულტურ საწყისებთან, სხვადასხვა ძალიან ისეთი მისტიურია და ვისაც განვითარებული აქვს უფრო, ხო, და გახსნილი ეს მაღალი ჩაკრები, უფრო მეტად აქვთ ხოლმე ეს დეჟავუს მომენტებიც და უფრო მეტად აქვთ თუნდაც ეს წინასწარ მეტყველური მომენტებიც, რომ რაც აქვთ გონებაში, მე ეს მარტივად ხდება ხოლმე, ხო, ეს მანიფესტაციისთვისაც კარგია რეალურად, ხო? ну ეს სხვა თემაა უკვე პრინციპში, ხო? ჩაკრებზე მეგობრებო თუ გაინტერესებთ, ხო, ეს თემატიკა დამიწერეთ კომენტარებში, შემიძლია ჩავწერო მე ვრცელი ვიდეო ჩაკრების განხილვის, იმიტომ რომ ეს ცალკე ვიდეოს თემაა კიდე, საკმაოდ ვრცელი
საკითხია, ხო? ეს არის ბიოენერგეტიკა უკვე, ანუ ეს ასტროლოგიასთან არ აქვს ამას იმდენად კავშირში, მაგრამ ეს უკვე არის ეზოთერიკა და რა თქმა უნდა ჩვენს ფსიქიკასთან არის კავშირში, ჩვენ ჩაკრების მდგომარეობა და ჩვენს ჯანმრთელობასთან. საკმაოდ საინტერესო თემა არის და თუ გაინტერესებთ, შემიძლია მე ბევრი კომენტარი თუ შემოვა და დაინტერესება, შემიძლია მე ჩავწერო ამაზე ვიდეო. საკმაოდ საინტერესოა და ვფიქრობ, ყველამ უნდა იცოდეს, იმიტომ რომ ეს ეხება თქვენს ორგანიზმს რეალურად, ხო? მხოლოდ ფიზიკური სხეული არ გვაქვს, გვაქვს ეთერული სხეულებიც, გვაქვს კაზუალური თუნდაც, ხო? ოტმანური და ასე შემდეგ. მენტალი, ასტრალი და მთელი ამბები. ეგ ვრცელი თემაა საკმაოდ. თან თქვენს კითხვებს ვნახავ, მეგობრებო, ბევრი კითხვა მეორდება. აი, თარიღებს რო წერთ, ხა ზეპირად ვერ ვნახავ რუკას და მე თუ დაგაინტერესებთ რუკის შედგენაზე, ანუ ამას თალკე დრო უნდა კიდევ, ხო? ანუ შედგენას და ანალიზს შეგიძლიათ მოგწეროთ, მეგობრებო, პირადში. ვაი. გადატრიალდა, მეგობრებო, ეხლავე. აი, турბულენტური ზონა რომ არის მარტის თვე, აი, ეს ტელეფონიც ტრიალდა. გავასწორე. კი ბატონო. მთვარე, მარსი, ურანი და ვენერა მორიელში და ლილიტი როგორ იმოქმედებს. აჰა, საინტერესოა. გაჩნია რომელ გრადუსებზე გაქვთ კიდევ, ხო? და გაჩნია კიდევ სხვა პლანეტარულ მდებარეობებს პირად რუკაში, იმიტომ რომ შეიძლება დაუშვათ შავი მთვარის შეერთება მოხდეს, რა თქმა უნდა, თქვენს პირად პლანეტებთან, მაგრამ ყოველთვის გვაქვს ხოლმე კომპენსატორული მდებარეობები. აი, მაგალითად, თუ ადამიანს აქვს იუპიტერის დაბრუნება ხოლმე, ხო? ან სელენას თეთრი მთვარის პერიოდი, ეს ცოტა დააბალანსებს და დააკომპენსირებს მერე ხოლმე ამ მძიმე პერიოდებს. ამიტომ გააჩნია მაინც საბოლოო ჯამში თქვენს პირად რუკას. თუმცა, რა თქმა უნდა, ეხლა პირადი პლანეტები რომ გვაქვს მორიელში, შავი მთვარის ტრანზიტი იმოქმედებს თქვენზე, კი ბატონო. ზოგადად შავი მთვარე ჩვენს ჩრდილოვან დასამუშავებელ შავმნაურ მხარეს წამოწევს ხოლმე წინა პლანზე. ამიტომ შავი მთვარის ტრანზიტი შეგიძლიათ გამოიყენოთ იმისათვის, რომ თქვენ დაამუშაოთ თქვენი ჩრდილოვანი მხარეები, რაც აქამდე დაუშვათ არ შეგემჩნევიათ ან აიგნორებდით, ხო? ამიტომ ეს საკმაოდ ისეთი ბრძნული პერიოდია იმისათვის, რომ თქვენ დაამუშაოთ თქვენი თვისებები, დაუშვათ რაც ვიბრაციებს გიმდაბლებთ, ხო? ისეთი საინტერესო პერიოდია სწორედ აი პიროვნული განვითარების კუთხით. მაგ პრიზმიდან თუ შევხედავთ, რა თქმა უნდა. მეგობრებო, ვინც ეხლა შემოხვედით, საუბრობდით მარტისთვის პროგნოზზე, გვაქვს დაბნელებები, შემდგომში დაბნელებებზე კიდევ უფრო ვრცელ პროგნოზს ჩავწერ და იმ პოლიტიკურ ტენდენციებზე, რაც გვაქვს და მოსალოდნელია მსოფლიო მასშტაბით, ამაზე ვიდეოს ჩაგიწერთ აუცილებლად და დაიდება. იმიტომ რომ ვრცელი თემა არის, ნამდვილად ცალკე ვიდეო სჭირდება. და ამ ჩანაწერს აუცილებლად შევინახავთ და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ მარტისთვის ფასდაკლებები დაიწყო. 40%-მდე ფასდაკლება გვაქვს ყველა სერვისზე და სერვისების ჩამონათვალი შეგიძლიათ ნახოთ გვერდზე, ან თუ ვერ ნახავთ, მოგწერეთ პირადში და ადამიანები ჩაგიგდებენ ყველა სერვისის ჩამონათვალს და ფასდაკლებულ ფასს და თუ გსურთ 1 საათიანი ონლაინ კონსულტაცია, ან 2 საათიანი კონსულტაციაც გვაქვს ხოლმე და 3 საათიანი, ოღონდ წინასწარ უნდა გაგვაფრთხილოთ, რომ ამდენი ხანი გინდათ. უნდა მოგწეროთ პირადში და გვაქვს ამ კვირაში ადგილები ონლაინ კონსულტაციაზე. ხო და კონსულტაციაზე ხდება განხილვა, როგორც თქვენი პირადი რუკის პროგნოსტიკის დაუშვათ, ხო, ასევე თქვენი ახლობლების პირადი რუკა თუ გაინტერესებთ, ხო, დაუშვათ, ხო, ან თარიღის გამოსვლა თუ გაინტერესებთ, ხო, აი რა პერიოდში რა ჯობია დაგეგმოთ, აი ყველაფერი ეს განიხილება და პლუს კარვის დიაგნოსტიკა, ეს ყოველივე განიხილება ონლაინ კონსულტაციაზე. და ასევე თუ გაქვთ კითხვები და გინდათ რომ
ჩემთან ერთად გაიაროთ აი ის საკითხები, რაც გაინტერესებთ თქვენს პირად რუკაზე და არა მხოლოდ. ამიტომ კონსულტაციაზე ჩაწერა თუ გნებავთ, ეს არის ონლაინ ჩართვის ფორმატით. მე ჩაგერთვებით და ჩვენ ვიქნებით, ასე ვთქვათ, ანუ სხვა არავინ არ იქნება, ანუ ხშირად წერენ ხოლმე, რომ ეს სხვაც ხომ არ მოისმენსო, არა, მეგობრებო, ეს არის ყოველთვის კონფიდენციალური ჩვენ შორის, ამიტომ ამაზე არ ინერვიულოთ. და ჩასაწერად უნდა მოგწეროთ პირადში და ადმინები გეტყვით რა თარიღები და რა საათები გვაქვს თავისუფალი. როგორც უკვე ვთქვით, თარიღების და საათების და რამდენხნიანი გინას დავუშვათ 1 საათიანი ან 2 საათიანი, ამ ყველაფრის შეთანხმება უნდა მოხდეს წინასწარ. და შევინახავთ აუცილებლად ამ ლაივის ჩანაწერს.